გაფრინდის ზეცად, უწმინდესო, უნეტარესო, ანგელოზების ფარველობა მოყვება ყველგან, ეკლესიის გუმბათზე ბრწყინავდა მტრედი, როცა შენ გამოხვიდოდი ჩვენთან ერთად. გულსაწყვეტია შენი წასვლა ამ ქვეყნიური, ჩვენ მოყვებით, ლოცვებით და სანთლებით ერთად, დაგტოვე ობლად, ჩვენ ვართ შენთან მიტოვებულნი, გვიყვარხარ, სულში აენთოს ნათელი წმინდა. ჩემთვის სამებაში შესვლა იქნება დიდი ტკივილი და მწუხარება, რადგან არაერთხელ დავსწრები ვარ საღვთო ლიტურგიას პატრიარქთან ერთად ილია მეორესთან. ილია იყო საქართველოს სიწმინდე და სიყვარული. ილია იყო საქართველოს დიდი ძალა და მომავალი. ის იყო ერთადერთი, ყველაზე დიდი, უნეტარესი, მთელი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კურთხეული მიწის მფარველი და მხსნელი მოვლენილი ღვთისმსაჩუქარი. ჩვენთვის ილია არის ყოველთვის სიცოცხლეში, ყოველთვის იქნება ჩვენს გულში, ყოველთვის ინთება მასთვის წმინდა სანთლები, დაირეკება ზარები, გლოვის ზარები, სამების საკათედრო ტაძრის მრევლი ვარ. მე სანამ კიბეზე ფეხსა ვადგამ, ყოველთვის ილიას კალთას დავკოცნი. აუცილებლად მე ვარ მის სამძიმარზე. ხალხო, გლოვა საქართველოში. გამოფხიზლით საქართველოს გამოეცალა. დიდი ძალა, გაცლიერთით და ილოცეთ. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. მეგობრებო, ძალიან ბევრი საზოგადოება არის დაინტერესებული. ჩემთან მეტი კომუნიკაცია გქონდეთ და ბევრი საუბრები რელიგიურ თემაზე და სხვადასხვა საკითხებზე. მე მინდა აღნიშნო ასეთი ფაქტი, რა იქნება ჩვენ ქართველებმა რამე შევცვალოთ სასიკეთო მიმართულებით, რაღაცა სხვანაირ ფორმაში წავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება. პირველ რიგში დავფიქრდეთ ერთი წამით, რანი ვართ, ვინა ვართ, საიდან მოვდივართ და რას წარმოვადგენთ. საერთოდ რა ნისია გვაკისრია ცხოვრებაში და ჩვენ რა შეხედულობა გვაქვს ადამიანების მიმართებაში. აი თუ ჩვენ რამე შეგვიძლია რომ შევცვალოთ ცუდი კარგისკენ, თუ გვაქვს ასეთი მიზანსწრაფულება საზოგადოების მეტ ნაწილს, ჩვენი პირველი თემა რას შეეხება? მინდა აღვნიშნო პირველი თემა, რომ ჩვენი საქართველო არის კურთხეული მიწა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ეს არის ის სამშობლო ჩვენი, სადაც წილად ხვდა ღვთისმშობლის ანდრია პირველწოდებულმა გააქრისტიანა და მეოთხე საუკუნეში ჯვრით შემოვიდა წმინდა ნინო, რომელმაც გაანათლა ერი რწმენაში, კერპები დაამსხვრია პირველი მქადაგებელი ქალი და მას აქვს წმინდა ნინოს ტროპარი. შემდეგ უკვე ჩვენ კარგად ვიცით, რომ წმინდა გიორგი ერთ-ერთი ძალა საქართველოსი, რომელიც ბორბალზე ეწამა, რომ გადაერჩინა საქართველო და ბრძოლაში გამარჯვება მოუტანა. ჩვენ კი მინდა შევეხო ისტორიულ ფაქტებს. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო როგორ მოვიდა აქამდე, ჭირვარამ გადატანილი და ბევრი რამე ნანახი გვაქვს ისტორიაში. ჩვენ კარგად ვიცით, დღევანდელი საქართველოში ცოდნა, კვალიფიკაცია, განათლება ძალიან ჭირს. ადამიანი ისეთ ვეღარ არის, თუნდაც ავიღოთ გრამატიკა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ჩვენ გავიარეთ სკოლის პერიოდი, რა თქმა უნდა ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ეპოქა, სხვა ეპოქაში ვიყავით და სხვა დროება გქონდა. რა თქმა უნდა იქ იყო უფრო მეტი სიყვარული ქართველების მიმართ, ნათესავების მიმართ, მეგობრების მიმართ, უფრო დიდი ჯიგრობა იყო და მეტი, როგორ ვთქვა, ასეთი ხარდაჭერა კი არა, რა ვიცი, აი სასწაული ხდებოდა და ისე განსხვავებები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მოდის ოდითგან თავიდანვე ბრძოლებშია შემონახული. საქართველო ბევრ ბრძოლას გაუძლო.
ჩვენ კომუნისტური პარტია გვქონდა რეჟიმი. ახლა მე მახსოვს, როცა სკოლაში დავდიოდი და ვიყავი მაშინ მოსწავლე, აი მაშინდელ დროს გავიხსენებ, როდესაც იყო გორბაჩოვი, როდესაც იყო ედუარდ შევარდნაძე და ჩვენ საქართველოს ყავდა მაშინვე ასეთი განსაცდელები. მინდა დავიწყო ასეთი თემით, რომ ილია მეორე იყო რა და რა საქართველოში ერთ-ერთი მოვლენა მაცხოვრის და ღვთისმშობლის საჩუქარი. ილია მეორე, როდესაც ქადაგებდა, მოუწოდებდა საქართველოს და ის ლოცულობდა ქართველი ერისთვის და მოსახლეობისთვის, ყოველთვის მიდიოდა საქმე წარმატებულად. ამდენი უჯულოება არ იყო, ამდენი უნდობლობა არ იყო, ამდენი სისასტიკე არ იყო. გასაგებია, რომ ჩვენ ბოლო ჟამსაც მივახოდით, აქამდეც მივართ. იყო ასეთი შემთხვევები, ნახეთ, მაშინ იყო სკოლაში ნამდვილი განათლებები, ნამდვილი პედაგოგები იყვნენ. ეხლა არ ვაყენებ არავის შემოწყობას. მაშინ იყო იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ჩვენი სკოლის დროის პერიოდს გეუბნებით. ასევე ჩვენ ვკითხულობდით და ბიბლიოთეკიდან მოგქონდა წიგნები. ისე განათლება ჩვენ მაშინდელ ცხოვრებაში ჩვენთვის იყო სხვანაირი დროება, როცა ილია მეორე იყო ახალგაზრდა. მაშინ რომ ლოცულობდა, მაშინ ჰქონდა ილია მეორეს იმხელა ძალა, რომ საქართველოსთვის მოეტანა მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატება და ქართველ ერში დაეთესნა სითბო და სიყვარული და სიკეთე. ილია მეორეს ლოცვა კურთხევას ჰქონდა დიდი ძალა. ეს მინდა აღვნიშნო. და ამიტომ ვიცახი, რომ ყოველთვის მოდის ჩვენი საქართველო ასეთი ბრძოლიანად, ასეთი ბევრი ვარამი გადატანილი, მაგრამ ჩვენ მოგვიყვანა, მოდი ასე ილია მეორემ დღემდე 93 წლის იყო და ძალიან მინძებს ამაზე საკითხს ესაუბარი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვერ გავიკვალეთ ის ბილიკები და ის ქსები ქართველმა ერმა, ჩვენმა ერთსულოვანმა საქართველომ. თუნდა ავიღოთ წმინდა სინოდი, სადაც არიან ეპარქიის მოძღვრები, მღვდელი დეკანოზები, მიტროპოლიტები, მეუფეები, სტიქაროსნები, დღევანდელი ერარქია, ასე ვიტყვი რა, სამების საკათედრო ტაძარი, სადაც მე დავდივარ და ვლოცულობ ხოლმე თბილისის სამებაში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე შეცვალა ცხოვრება. მინდა განვიხილო ასეთი თემა. ხალხს მოვუწყოდებთ ჩვენ სწორი რელიგიური ცხოვრებისაკენ. ჩვენ იმისთვის აკვავს ეხლა დარჩენილი ტაძარში სულიერი მოძღვრები, დიაკვნები, დეკანოზები, რა განსაცდელში ჩავარდა დღეს საქართველო, რომ სწორი მიმართულებით წავიყვანოთ ქვეყანა, სწორი მიმართულებით წავიყვანოთ ოჯახები და ვასწავლოთ ხალხს ნამდვილი რელიგიური ცოდნა განათლება და პირველ რიგში ვასწავლოთ კულტურას, ნეობა, აღზრდა. ჩვენში ახლა რა მდგომარეობს და რატომ არის დღეს ქართველობა დანგრეული? აქამდეც მივალ, რა თქმა უნდა. დავიწყე კომუნისტური პარტიით. კომუნისტური პარტიის რეჟიმი იყო სხვანაირი. კომუნისტური პარტიის რეჟიმის დროს ეკლესიაში შესვლა, როგორც ახლა ჩემამდე იყო ეს თემა მოწვდილი, ეკრძალებოდათ და ასე თავისუფლება მინიჭებული არ აქონდა საქართველოს მოქალაქეს, რომ სიტყვაზე ადრინდელ დროს ეკლესიაში ასე წირვა ლოცვებზე ევლო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის არის ეკლესია საკრებულო, ხალხის საკრებულო და იქ არის უფლის სამლოცველო. და პატრიარქმა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ყველა ქალაქში დაადგინა ეკლესიები აშენდა და დააყენა იქ და აკურთხა მიტროპოლიტებად მეუფეები. ალავერდის ეპარქიაში მეუფე დავითი, ჭყონდიდისის მამა გიორგი და რამდენი კალისტრატე ხო გარდაიცვალა ქუთაისის მეუფე და ასე შემდეგ. ბევრი ხო ყავს ახლა საქართველოში ქალაქებში ჩვენ მეუფეები, მიტროპოლიტები, რომელსაც აქვს
კუთვნილი. მას თავისი ტაძარი, თავისი სამრევლოთი, თავისი სამღვდელოებით ასე მინდა გავნიშნო.